მოგესალმებით ყველას, მე დაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. ჩემი დღევანდელი გამოშვება დაეთმობა ერთი ლამაზი ღონისძიების ისტორიას, უახლეს ისტორიას, რომელიც შედგა გუშინ 12 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთ ულამაზესი უბნის, ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩაზე, კერძოდ ძმები გაგაბაძეების 15-ში. საქმე საუბარი ეხება იმ გალერეა სალონის გახსნას, რომელიც ხელოვანმა, მე ვერ დავაკონკრეტებ თუ რომელ სფეროში ხელოვანმა, რამე თუ ყველა სფეროში ერთნაირად ცნობილია, ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილმა გახსნა, შეიძინა და გახსნა ულამაზესი სივრცე, რომელსაც მე ხელოვნების სივრცეს დავარქმები. სწორედ აი და რა თქმა უნდა, იქ თავი მოიყარეს ძირძველმა თბილისელებმა და არა მარტო თბილისელებმა, ქართველებმა, იქ იყვნენ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც მუდმივად ეზიარებიან და აზიარებენ თავიანთ შთამომავლობას, ყველაფერ ქართულს, ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას, კინოს, თეატრს და ასე შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო თეატრი ვახსენერო და დღეს ლეონიძის 11 ნომერ A-ში მდებარე სახიობის სახლში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ აკაკი ხორავას სახელობის სახლი, იმართება პრემიერა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი მსახიობების შესრულებით საეთნობა, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ნიკუშა შენგელაია, მონაწილეობენ ზურაბ ყივშიძე, მარინა კახიანი, მონაწილეობას იღებს აგრეთვე ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის საბალეტო დასი, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ასევე ყველასათვის საყვარელ დათო ევგენიძეს, ასე რომ თქვენ დღეს ძალიან საინტერესო პრემიერა გელით. ახლა კი დადგა დრო ჩემი ულამაზესი სტუმრების წარდგენისა, ესენი არიან დედაშვილი, ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილი, ხელოვანი, გამარჯობათ ქალბატონო ლეილა, მოგესალმები და დიდი მადლობა იმისთვის, რაც თქვენ, როგორი საღამოც თქვენ აჩუქეთ გუშინ თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებსა და თბილისის სტუმრებს, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მისი უმცროსი გოგონა მადონა ირემაძე, მოგესალმები მადონა, ძალიან დიდი მადლობა. ირემაშვილი ბოდიში, მოგესალმები მადონა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. ხოლო რაც შეეხება უფროს დიანა ირემაშვილს, იგი თავისი ოჯახის თანხლებით გამოშვების მიწურულს შემოგთავაზებთ ულამაზეს ქართულ სიმღერას. ქალბატონი ლეილა, დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, თქვენ აქ ხშირი სტუმარი ხართ და ვიცი რომ ძალიან გინდოდათ აი ესეთი მიუხედავად იმისა, რომ სახლშიც გაქვთ იმის საშუალება თბილისში, რომ გქონდეთ თქვენი სახელოსნო და გაქვთ და აკეთებთ, უკრავთ, მღერით, თოჯინებს აკეთებთ, ხატავთ. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში გაქვთ ულამაზესი კუთხე მოწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ კანადაში დიანასთან გაქვთ არაჩვეულებრივი სივრცე, თქვენ გინდოდათ აქ ძველი თბილისის ტერიტორიაზე და ოცნებები ზოგადად ხდება და მე ამისი მართლა მოწმე ვარ და დიდი მადლობა უფალს, იმიტომ რომ ყველა ლამაზი ოცნება მიხდება. აი ოცნებების ახდენის შესახებ მე ვილაპარაკოთ, მაგრამ მანამდე აი კონკრეტულად ამ ოცნების ახდენის შესახებ რატომ მაინდა-მაინც ძველი თბილისი და რატომ მაინდა-მაინც ესეთი ულამაზესი ცალკე მდგომი სივრცე? ხო, ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ჩემი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებთან, ის რომ დიდი ხანია ვიყავი წასული. უაღრესად საყვარელ ტექნიკურ ჯგუფს, ჩემს მეგობრებს ვთხოვ, რომ კადრები გავუშვათ გამოფენის გახსნისა, გალერეის გახსნისა. დიდი მადლობა. დიახ. და დიდი ხანია რომ წასული ვიყავი, უფრო მაშინ არის მონატრების დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს ძველ უბანში მქონოდა მე პატარა ჩემი მყუდრო ადგილი და ეს ოცნება მე შევისრულე, იმიტომ რომ თანაც მიუხედავად იმ ძველ უბანში მგრძნობ რაღაც იმ ძველი ურთიერთობა, თბილისში რომ იყო ადრე ურთიერთობა იყო, ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი და მე ის ნოსტალგია მაქვს ძველი აი ამ
ურთიერთობის და თანაც წასული რომ ვიყავი, ეხლა რომ ჩამოვედი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ აუცილებლად ჩემი მყუდრო ადგილი მქონოდა იქ, სადაც მე ჩემს ხელოვნებას დავხატავდი, იქ გობელენები, თექა, ყველაფერს, არის რომ ვიცი რა, სიმყუდროვე და სიმშვიდე მიუხედავად იმისა, თქვენც თქვით, ოჯახში სადაც მე ვცხოვრობთ, მე და ბადო და კი ძალიან კარგი გარემოა იქაც, მაგრამ მხატვრისთვის მაინც იცით რა, ეს ცალკე რომ არის გალერეა, სულ სხვა არის და მე გუშინდელი ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ უამრავი ხალხი იყო, ჩემი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და ეს იყო საყვარელი ადგილი იქნება ჩემთვის ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, მადნა. როგორც ბავშვობაში განებივრებდათ თქვენ დედიკო, ეხლა თქვენ ანებივრებთ დედიკოს. გილოცა მართლა ძალიან ლამაზი სივრცეა. იქიდან დიანა არის გახარებული, აქ შენ და ჩვენ ყველა და მოდი ორი სიტყვით მოგვიყევი, აი ამ იმ სივრცის აუცილებლობის შესახებ, რომელიც გაიხსნა გუშინ, ეს არ არის მხოლოდ ოჯახისთვის აუცილებელი და ოჯახის ახლობლებისთვის. ეს არის ზოგადად თბილისისთვის ძალიან საჭირო სივრცე. კი, ნამდვილად მოგესალმებით ყველას, მაყურებლებსაც. აუცილებელი იყო იმ მიზნით, რომ ყველა ხელოვანი კი ოჯახში ყოველთვის არის ადგილი, სადაც მუშაობს დედა თავის ნამუშევრებზე, მაგრამ აი ეს ცალკე სივრცე ყოველთვის რაღაცა სხვა მუზა სხვანაირად მოდის, რაღაც უფრო სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად განწყობაც სხვანაირი აქვს, როცა ეს ცალკე თავისი სახელოსნო აქვს. ადრე სანამ ჩვენ წავიდოდით ემიგრაციაში, მაშინაც ჰქონდა დედას სახელოსნო და სულ იქ იყო ხოლმე განმარტოვებული და მაშინ ქმნიდა ძალიან ბევრ ნამუშევრებს და ძალიან ბევრ თავის აი ამ რაღაც გამოგონებებს, რაც აქვს ხოლმე და სულ ახლს და ახლის ძიებაში რომ არის, აი იქ უფრო ახორციელებდა ამ თავის ოცნებას და ამიტომ ეს სივრცე აუცილებელი იყო, ძალიან აუცილებელი იყო და საჭირო იყო და ჩვენც ყველანაირად შეუწყეთ ხელი, რომ ეს ოცნება აეხდინა კიდე ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. ამისთვის მოდით ახლა მე ვახსენე რომ იქ ძირძველმა თბილისელებმა და უკაცრავად თბილისის სტუმრებმა რეგიონის სხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრებმა მოიყარეს თავი. ახლა მოდით ერთი ინტერვიუ მოვისმინოთ ახლა მზია ბეკურაშვილისა, რომელიც თქვენ კარგად იცით რომ გახლავთ ტრიო მაგნოლიას ერთ-ერთი სოლისტი. დღეს გაიხსნა ლეილა ჭებრიშვილის სტუდია, სადაც გამოფენილი აქვს თავისი ნამუშევრები, არაჩვეულებრივი ნამუშევრები, სხვადასხვა სტილში, გობლინი, ატომობა. ჩემი განსხვავებული რაღაც, რომელიც მე არ ვიცი არაჩვეულებრივი, ძალიან გამძლეარი ნამუშევრები. ყველაფერი საუკეთესო. შემოწირი მანენა ჩემი ძიცოი ხოლმე ესე ჩატარდა ისა და ბევრი წლები ნიაკიდან მოვიდა თაშემებრია უცნობია მასთან მიკრიბებული არის ადრესებს ვაკეთებდი ყველაფერს თითოეული არაჩვეულებრივი არის ძალიან კარგი ხელოვანი ქაბოტონ ლეილა, ქაბოტონმა მზიან ბრძანა რომ ამერიკაში ხშირად აწყობთ ხოლმე გამოფენებს. ხო არ გაიხსენებდით რაიმე ისეთი განსაკუთრებულ ისტორიას ამერიკაში მოწყობილი გამოფენის შესახებ? ხო, რა თქმა უნდა, ეს მინდა აღვნიშნო, რომ იქ ძალიან დიდ კულტურულ საქმეს აკეთებენ ხელოვნების სფეროში ვიქტორ და ლიკა სიროლსონები, სადაც ხშირად იმართება როგორც სამხატვრო გამოფენები, პოეზიის საღამოები, არის კიდე თეატრალური წრეები, რომელსაც ჩვენი საყვარელი ცუცა კაპანაძე ხელმძღვანელობს და აი იქ არის
არის ძალიან სხვადასხვა ღონისძიებები არის კიდევ პოეზიის საღამოები და იქ ძალიან სიმყიდროვას გრძნობთ ყველა ქართველები, იმიტომ რომ ყველას ნოსტალგია აწუხებს, ყველას უნდა მონატე და იქ რომ ვიკრიბებით ჩვენ ქართველები, ხომ, ეს ხდება ამის განტვირთა უკვე ერთად ყოფნა, ძალიან ბევრ სიხარულს და ბედნიერებას გვანიჭებს ჩვენ. მადნა ვიცი რომ არაჩვეულებრივად ცეკვავ და ეს ცეკვა თბილისში დაიწყო თუ ამერიკაში? არა, ამერიკაში. ამერიკაში დაიწყე, ხო? აუ მე თქვენ გპირდებით რომ სულ მეწინააღმდეგება, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხებ და დავითანხმებ, რომ ამ არაჩვეულებრივმა გოგონამ თავისი შემოქმედების შესახებ გვიამბოს. ოღონდ ეს ცოტა სამომავლო გეგმაა, ცოტა ძნელი დასათანხმებელია. მოდით ახლა ზაირა ჩოხელის, ასევე მაგნოლიის ერთ-ერთი სოლისტის ინტერვიუს მოვუსმინოთ. ჩვენს ლეილა მჭედლიშვილს საოცარი ადამიანია, პიროვნება პირველ რიგში, მრავალმხრივ ნიჭიერი, საოცარია მასთან სტუმრობა ეს ოჯახში სალონური ატმოსფერო, სიმღერა, ყველაფერი მრავალმხრივ ნიჭიერია, ხო და დაუღალავი, ინტერესიანი საოცრად. და რამდენი გამოფენა იქ ამერიკაშიც ხშირად ატარებს გამოფენებს, თან პარალელურად ოჯახი აქვს ძალიან მუსიკალური. ჩვენ რომ დიდი ხნის მეგობრებიც ვართ. ამერიკაში კონდა როიალი მის სახლში ხშირად ვიკრიბებოდით და ძალიან ლამაზი საღამოები ქონდა ხოლმე. და წარმატებებს უსურვებ კიდევ ახალ შექმნის დაუსრულებელია მისი ენერგია. ძალიან დიდი მადლობა. მოდით ახლა მადნა დაუკრავს და გვიმღერეთ ერთი ლამაზი ქართული სიმღერა. სიამოვნებით. ის გაზაფხული სხვა იყო რადგან ტკბილად მღეროდა გულის ბუნებაც ახლა ჩვენ შორის ზამთარი ჩადგა და ღარბელი შენს დაბრუნებას ახლა ჩვენ შორის ზამთარი ჩადგა და ღარბელი შენს დაბრუნებას ქუჩოცნებებში ფიქრები რბია ნარდოვან ქვეყნად მარტო სრულები ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა იმ ჩრდილს დავსდებდა ვეჩურჩულები ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა იმ ჩრდილს დავსდებდა ვეჩურჩულები ძალიან დიდი მადლობა. ქაუდანლილა არაჩვეულებრივად გამოგდით ყველა ხასიათის ადამიანთან ურთიერთობა. ჩემს მეორე გამოშვებაში აქ უნდა მოვიწვიო ასევე ულამაზესი სტუმარი, რომელიც გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ ამჯერად შემდგომ ფსიქოლოგი გახდა და ამჯერად ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიაზე ურთიერთობებზე მინდა გქონდეს საუბარი. მოდით ლოგიკური გაგრძელება რომ გამოგვივიდეს, ამიტომ თქვენ ახლა ჩვენ გვესაუბრეთ აი იმ ურთიერთობაზე, რომელსაც თქვენ ამყარებთ და მე მაგალითად არ შემხვედრია ადამიანი ლეილა მჭედლიშვილის სახელი გაიგოს და გაჩერდეს. ცუდზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ყველა აი აღფრთოვანებით, აი რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოს ადამიანი ნათელი ეფინება სახეზე და ისე საუბრობს თქვენ შესახებ. აი არის თუ არა რაიმე საიდუმლოება აი ამ ურთიერთობის ნიჭის შესახებ. რა არის იცით ეს ყველაფერი მე მინდა დავუკავშირო ჩემს ოჯახს და ჩემს კუთხეს. მე დავიბადე ულამაზეს მხარეში, კახეთის ერთ-ერთ ულამაზ მხარეს სიღნაღში.
და სადაც ძალიან კეთილშობილი და კეთილი ადამიანები ცხოვრობენ და მე იქიდან ვისწავლე ურთიერთობა ადამიანებთან, იმიტომ რომ სიყვარული იყო ყველაფერი ჩემს ოჯახში და ჩემს ახლობლებში, არ ვიცი, ხანდახან ვიტყვი ხოლმე კიდევაც სადარიან ეს ცუდი ადამიანები ყველა კაია მეთქი და მაგრამ არსებობენ, ხო? აი ესე იგი, აი ამ ატმოსფეროში გაზრდილს სულ თან დამყვება მე ყოველთვის რომ ადამიანები გვიყვარდეს, სულ ეგ მაქვს მე რომ ვიყვარდეს ხალხო ადამიანებს ერთმანეთი მოვეფეროთ ერთმანეთს აი რამდენჯერ გავიმეორებ ამას ეს ცხოვრება უსასრულო და უგონია მოვეფეროთ ერთმანეთს ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის უღრმესი მადლობა მოდით ახლა მოვუსმინოთ ყველასათვის საყვარელი მანანას ქალბატონი ნანული სარაჯიშვილის ინტერვიუს ქალბატონის ველასი ძალიან გვაყოფილა ისეთი ლამაზი ამას უნდა ძალიან ენერგია გარდა ნიჭისა უნდა ძალიან დიდი თავდადება და ძალიან მომწონს ეს სიტუაცია ეს ატმოსფერო და თვითონ ქალბატონი ლეილა როგორი ენერგია როგორი არაჩვეულებრივი როგორი არის შემართები და ეს მინდა რომ იყოს სიცოცხლის ბოლომდე. დიდი მადლობა პატარა მანანას. მადნა აი რაც დაიწყო მადონამ აზროვნება ანუ ცოტა ისე 5-6 წლიდან მოყოლებული. მე მაინტერესებდა რამდენად ხშირი იყო რაიმეს აკრძალვა დედის მხრიდან. მე მინდა ხა მაყურებლობამდე მივიტანო სად არის საიდ ის წარმატების მარცვლები საიდან იწყება დედაშვილობაში. არა, მეც ძალიან კარგი მეც კი არა, მე მაქვს მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა ჩემს შვილებთან, ჩემ მეგობრებსაც და რა ვიცი, ჩემი შვილების დედებს, შვილების მეგობრების დედებსაც და უბრალოდ ძალიან მიხარია, მაგრამ ამის შესახებ ხა მე ტელევიზიით არ ვლაპარაკობთ. აი მე მინდა რომ თქვენგან გაიგონ. არ მახსოვს არასდროს არ ყოფილა არც აკრძალვა, არც ხმამაღალი სიტყვა. საერთოდ ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, არც დედისგან, არც მამისგან. ძალიან ისეთი ჰარმონიული, ცოტა დაუჯერებელია ბევრთვის. არ არის დაუჯერებელი, მართალია. ძალიან ისეთი სხვანაირი ურთიერთობა იყო, ყოველთვის იყო საუბარი ყველაფერზე, ვთქვათ. რაღაცა ან გინდა არ გინდა და ყოველთვის იყო რჩევა და დღემდე ესი არის აი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული როცა ხდება ცხოვრებაში რა არის გადაწყვეტაც თქვათ შეიძლება დედას ეკითხები ყოველთვის იმიტომ რომ ძალიან ისეთი მრჩეველი არის ყოველთვის უსმენ და ყოველთვის მართალია ხო მეც დედას ვეკითხები ყოველთვის მეც დედას ვეკითხები რაღაცა ნაბიჯი რომ აქვს გადასათქმელი მოდით ახლა ციცი გურიელის ინტერვიუს მოვუსმინოთ ლიტერატორი მწერალი სხვათა შორის ციცი გურიელის მე-11 წიგნის პრეზენტაცია მაჩაბლის 13-ში 30 ნოემბერს იმართება წერალთა სახლში. აი, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ სივრცეში, პატარა, მაგრამ ისეთი თბილია აქაურობა და ისეთი საყვარელია აქაურობა, აი, არ ვიცი, ენით ვერ აგიხსენებთ, იმიტომ რომ აქაურობის დიასახლისი გახლავთ ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილი, ხელოვანი ქალბატონია, იმის გარდა რომ ხატავს, მღერის, წერს, არის ძალიან საინტერესო პიროვნება და აი ეს სივრცე იქნება სამომავლოდ აი ასეთი გეგმა აქვს რომ ეს სივრცე იქნება სალონური შეხვედრების ადგილი შეიკრიბებიან აქ ქალაქში ცნობილი ღირსეული შემოქმედი ადამიანები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს არ არის გამორიცხული ჩატარდეს რაღაცა პოეზიის საღამოების მსგავსი და ჩაისთან ერთად აი ესეთი ძალიან სასიამოვნო საღამოებს გვირდება ეს ულამაზესი სივრცე. დიდი მადლობა. აი ახლა გითხარით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ.
ხო, მომავალი გეგმები ყოველთვის საინტერესოა იმით, რომ ჩემს პროფესიას უკავშირდება ეს. მომავალში ჩვენ ახლა რამოდენიმე თვეში დაგეგმილი გვაქვს საფრანგეთში გამოფენა, რომლის ორგანიზატორები ვარ აღბრთოვანებული უბრალოდ თქვენით მე ამის ორგანიზატორები არიან მინდა აღნიშნო დიანა და ნინო რევაზიშვილები, რომლებიც ძალიან ხშირად გვარებიურებენ ამ უცხოეთში ჩვენი გამოფენებით. შაშან იტალიაში ვიყავი. კი, ვიცი, ჩვენ ხო ვილაპარაკეთ მაგის. ხო, და ეხლა აპრილში გვაქვს გასვლა იქ და გამოფენა ქართველები რო იქნებით, ვიცი, მაგრამ საერთაშორისო, ანუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც იქნებიან, ქალბატონ ლეილა. არა, მარტო ჩვენი ქართველების ჯგუფი იქნებიან, ქართველები. რაც შეეხება ნიუ-იორკში რომ ჩავალ, იანვარში მაქვს მე პერსონალური გამოფენა, მე უკვე დავგეგმავთ კიდე რომელ თვეში, აი კულტურის ცენტრში, რომელშიც ძალიან ხშირად იმართება ეს მხატვრული შემოქმედებითი საღამოები, სადაც გავიცანი მე ზაირა და მზია, რომელმაც ჩემი უსაყვარლესი ადამიანები ისევე როგორც ლეილა და მადონა და დიანა. მაგნოლია ჩამოაყალიბეს და იქ მღეროდნენ და აი მაშინ ისევ წარსულში გადავინაცვლებ პირველად რომ გავიცადე ამ კულტურის ცენტრში ეს ზაირა და მზია და მათი სიმღერა მოვისმინე ახალ ჩასული ვიყავი და აი ესე იგი სიხარულის ცრემლები მქონდა მე იმიტომ რომ ძალიან აი ეს მონატრება ეს ყველაფერი ერთად ავერია ცრემლები და იმის შემდეგ მე ჩვენ მეგობრობთ იმიტომ რომ სიმღერა ისედაც ძალიან მიყვარს და სულ მის შემდეგ ვართ მეგობრები. ყველა სფეროში წარმატებებს გისურვებთ. მოდით ახლა სერგო ვარსიმაშვილის ინტერვიუს მოვუსმინოთ. შეიძლება? ერთი პერიოდი იყო, როცა დიდი სიამოვნებით ვიხილობდი და უსმენდი ხოლმე ასეთ რუბრიკას თბილისი იყო ერთ-ერთი. ანალოგიური, მცირე მასშტაბური მაშინ სცენარიდან და ანალოგიური ხდებოდა ჩემს ქალაქში, ჩემს სცენარში. აი კონკრეტულად ქალბატონ ლეილა არის ქიზიყი ქალბატონი მისი მონოპოლიდან სცენარში აქვს მას სკოლა დამთავრებული და აი ის პერიოდი ძალიან ნახა წამოტვირთული ხომ და სიამაყის ნებით მისებებული რომ ასეთი სამჭედლო სცენარი საიდანაც უამრავი საქართველოს კულტურის ცხოვრებაში უამრავი ბუნდერაზი ადამიანი წარმოიშვა და გაიზარდა. უამრავი კომპოზიტორი, მწერალი, პოეტი, ავიც ასეთი გემრიელი და საინტერესო ქალბატონი. ქალბატონ ლეილა მიუხედავად ჩვენ სულანებაში დიდი განსხვავებისა, ჩვენ მეგობრები ვართ. აი ძალიან ბევრი რამეში იკვეთება ხოლმე ჩვენი გემოვნება. აი ეს ენერგია, რაღაცა ის აურა, მოძრავი, ცოცხალი ადამიანის ჩემზეც გადმოწყვეტა და ძალიან ისეთი დადებითი მუხტით ვიმოხდება ხოლმე რა. აი დღეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი საღამოა, როცა დღეს მოხდა ამ სახელმწიფოს გალერეის გახსნას პრეზენტაციას ვისწრებთ. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ახლა კი დაგიტოვებთ კანადაში ჩაწერილ ვიდეოს, სადაც ქალბატონი ლეილას უფროსი გოგონა თავის ოჯახთან ერთად და აქვე დავძენ რომ ოჯახის მეუღლე გახლავთ ამერიკელი კანადელი, რომელსაც ძალიან უყვარს ქართული ფოლკლორი და რომელმაც ისე შეისწავლა რომ ხუმრობენ ხოლმე ოჯახის წევრები ზოგჯერ ჩვენ გვისწორებსო და მადონას და ქალბატონ ლეილას დავემშვიდობები. ქალბატონ ლეილა სამშაბათს მიემგზავრება ამერიკაში. ჩვენ გისურვებთ კეთილმგზავრობას, ყველა სურვილის ასრულებას და ძალიან მალე დაბრუნებას. თქვენ ჩემთვის გაქვთ პირობა მოცემული რომ აუცილებლად მალე სულ დავბრუნდები საქართველოსშიო და თქვენი მიწაწყალი, თქვენი საქართველო, ჩვენ თქვენ გელოდებით. იგივეს გეუბნებით შენც. მადლობა დიდი. მე დაგემშვიდობებით 2 წუთით ვიდეოს გიტოვებთ და ასევე საინტერესო და ძალიან ლამაზ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით დროებით. Matro
და კვლავ ობიექტივი, კვლავ გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება და კვლავ ულამაზესი სტუმრები. მაია ალექსიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარი, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები და ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანში კარგს ეძებს და დარწმუნებული ვარ პოულობს კიდეც, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს წერა და წერს ძალიან, მე ვიტყოდი, ზე ფილოსოფიურ ჩანახატებს და ამისთვის კიდე ცალკე მადლობა, მაგრამ ამ თემაზე დღეს არ მექნება საუბარი. მაიკო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხარ. მაიამ დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ხო უკვე დაამთავრე, თუ ჯერ არა? აგრძელებს, ხო. ყველა, ესე იგი, ადამიანი, რომელსაც მუდმივად სტუდენტის სტატუსი აქვს. ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, დღესდღეობით მაია გახლავთ ფსიქოლოგი და საკმაოდ მოთხოვნადი ფსიქოლოგი და თუ შეიძლება ვისაუბროთ აი ბედნიერების მენეჯმენტზე. თვითონ რას ნიშნავს? აი როგორ შეიძლება მენეჯმენტი გაუკეთო ბედნიერებას? მე მგონია, რომ ბედნიერება თავისით მოდის. აი მოდი ხა მომიყევი რას ნიშნავს ბედნიერების მენეჯმენტი, რაც ძალიან მაინტერესებს. ისევე როგორც ჩემს უსაყვარლეს მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელს. რაც შეეხება ბედნიერების მენეჯმენტს, ახლა მეც რო პირველად აღმოვაჩინე, რომ ასეთი მიმდინარეობა, მიმართულება არსებობს ფსიქოლოგიაში, მეგონა რომ რაღაცა ხო არ ხუმრობენ. იმიტომ რომ პოზიტიური ფსიქოლოგია თვითონ ახალი მეცნიერება მე-20 საუკუნეში დაიწყო და იქამდე იყო ფსიქოლოგია საერთოდაც ახალი მეცნიერება მთლიანად, მაგრამ იყო მთლიანად ყველა სკოლა, რომელიც კი მე-20 საუკუნემდე არსებობდა, იყო ნეგატივზე ორიენტირებული. ადამიანის უარყოფით, რაღაცა პრობლემურ მხარეებზე, თვისებებზე ორიენტირებული და არც მინდა გახსენება ქალთან თუ მიდიხარ თან წაიღე ხო, არა, სერიოზული მეცნიერებებია, გეშტალტ თერაპია არის, ძალიან სერიოზული გეშტალტი არის გერმანული სიტყვა და ნიშნავს, რომ როდესაც რაღაცა დაუსრულებელი, ხო, აი უნდა დაბრუნდე იმ უარყოფით ნეგატიურ მოვლენაში, რომ ის შენ იქ დაასრულო იმისათვის, რომ აქ შეძლო ახალი ცხოვრება.
ანუ მაინც გართულება იყო ფაქტიურად. ანუ ხო, ეს იყო ორიენტაცია ნეგატიურზე და უარყოფითზე. ფროიდის მხარეზე აღარ მინდა ჯობი არ ვილაპარაკოთ. ხო, იყო ამერიკული სკოლა, იყო კი რა არის ეს ყველაფერი დღესაც. ძალიან პოპულარულია საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. ამერიკაში behaviorism-ი ძალიან არ მიყვარს ეს ინგლისური სიტყვა და ქცევას ნიშნავს, ანუ ქცევაზე დაყრდნობით რაღაცა ფსიქოლოგიური სკოლა. და მე-20 საუკუნეში შეიქმნა პოზიტიური ფსიქოლოგია, რომლის მეტაკლებად ძალიან ბევრმა იცის აბრაამ მასლოუ, რომელიც იყო ამერიკელი ებრაელი. და მისი პირამიდა ადამიანის შენგან გავიგე, ოღონდ ეხლა რაც აბრაამ მასლოუმ შექმნა პირამიდა. ადამიანის განვითარების ეტაპების. აქედან იწყება პოზიტიური ფსიქოლოგია, რომ აბრაამ მასლოუმ ამბობს ესეთ რამეს, რომ როდესაც ადამიანს თავისი ძირითადი საბაზისო მოთხოვნები აქვს დაკმაყოფილებული, ანუ პირველი სამი საფეხური, ეს არის აქვს ჭერი, არ ზრუნავს, რომ არ არის უსაფრთხოთ არის, უსაფრთხოება, კვების თემა, ფიზიოლოგიური თემატიკა, აი ეს საბაზისო თემები, როდესაც დაკმაყოფილებული აქვს, აი მერე იწყება უკვე ადამიანის განვითარება და აქედან შემოდის უკვე რაღაცა პოზიტივი. ეს არის ინტელექტუალური თუ ემოციური თუ სხვადასხვა და შემდეგი საფეხურები. და სულ ბოლო საფეხური, მასლოუს პირამიდის სულ ბოლო საფეხური ძალიან გავს ბიბლიურ სამოთხეში მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აღემატება ყველაფერ მიწიერს და ფაქტიურად ნეტარებაშია. ძალიან გავს ამ მდგომარეობას და ეს ფსიქოლოგიაც, რომელიც დღეს ისწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტში. ანუ ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ძველ ფსიქოლოგიასა და ძველ ახალ ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაზე დაყრდნობის შექმნეს ეს ახალი მიმართულება, რომელსაც დაარქვეს მეცნიერება ბედნიერებაზე, ბედნიერების მენეჯმენტი და ძალიან გამარტივებულად, მიუხედავად იმისა, რომ მათ კოლოსალური ცოდნა ჩადეს ამაში, გამოიტანეს ძალიან მარტივი ფორმულები იმისათვის, რომ ადამიანებს ასწავლონ, დაეხმარონ. ყველაფერი დიდი სიმარტივეშია, ეგ არის. ზუსტად, მაგრამ შეისწავლეს ძალიან დიდი რაოდენობით. აჭირდებოდათ თავისთავად. ყველა ფილოსოფიური სკოლები, მიმართულებები, ფსიქოლოგიური სკოლები, რელიგიები. იმიტომ რომ გადის რელიგიაზე ეს ყველაფერი და თავიდან მე ამ ყველაფერს ვკითხულობდი, სულ მეგონა რომ ვკითხულობ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, იმიტომ რომ ჭეშმარიტ ხაზს ვსვავ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი რაღაც არასწორი მიმართულებები შემოვიდა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა სიხარულში და ბედნიერებაში ყოფნა და აქეთკენ ამის ძიება და ანუ ეს ყველაფერი ძალიან გავდა და ამათმა ეს გაამარტივეს და ძალიან მარტივი ფორმულებით ასწავლიან ადამიანებს როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება. ხო, ანუ ფოკუსირება გააკეთე პოზიტივზე. არის ესეთი დავალებაც რეკომენდაციაა, რომ ყველა ადამიანმა ყოველ დღე აიღოს ფურცელი კალმისტერი და ჩამოწეროს დღის ბოლოს. ილია ჭავჭავაძემ რაც დაგვიპარა, რომ დღის ბოლოს აბა ვის რა ვარგე დღეს ხო, აი ზუსტად ვის რა ვარგე, ზუსტად. დღეს 3 დადებითი ოღონდ კაი დაკავშირება გააკეთა მაინც. ხო, აი ძალიან, ხო, იმიტომ რომ რაღაცა მსოფლიო ლაპარაკობს ერთი და იგივეზე, სხვადასხვა ენებზე. რომ 3 დადებითი მოვლენა რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში თუ შინაგანე თუ არ აქვს მნიშვნელობა. რამე 3, მაგრამ პოზიტიური და დადებითი. ჩვენი ბრძენი უწმინდესი ხო ყოველთვის მაგას ბრძანებს, რომ გაძლევთ კურთხევას, დღეში ერთი სასიხარულო ამბავი უთხრათ ურთიერთს. აი ეს არის პოზიტიური ფსიქოლოგია. მართლა. ზუსტად. მე არ ვიცი, მადლობა უწმინდეს. ზუსტად. და აი ეს დავალება იმ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან წარსულზე, რაღაცა გლოვაზე, რაღაცა წუხილზე, პრობლემებზე, ყოფაზე, იმათ აიძულებთ, რომ დაბრუნდნენ აწყოში ამ წუთას და დაიწყოთ ფიქრი დღეს მათ ცხოვრებაში რა მოხდა კარგი. იძულებითი მეთოდით შემოდის ეს პოზიტივი და ნუ მე ნელ-ნელა მე რჩევაში გადადის, იმიტომ რომ ესეც დასაბუთებულია უკვე მეცნიერულად, რომ ადამიანები ძალიან ადვილად ეჩვევიან ყველაფერს.
ну ადვილად ქვია ეხა ზოგზე პრობლემება და რაღაცებს თვლიან ხოლმე, მაგრამ სიამდვილეში მაინც ადვილია, თუნდაც ორ კვირაში, თუნდაც ერთ თვეში თუ გადაეწყობა ადამიანი და ახალ ჩვევებს შეიძენს, მაინც ქვია რომ ეს არის ადვილი. ესე იგი ერთი სიტყვით რომ თქვათ, ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ ის, რაც შემდგომ ჩვენ მომავალს გაალამაზებს. ძალა უნდა ვიპოვოთ იმისა. ხო, ყველაზე მთავარი რა არის ის რომ ეს მეცნიერები ამბობენ რომ თუ თქვენ ისწავლეთ მენეჯმენტი, ბიზნესის, რაღაცა სხვადასხვა სფეროების, თურმე შესაძლებელია ბედნიერების შენი ბედის მენეჯმენტი, რასაც ყველა რელიგია გვასწავლის სხვადასხვა ენაზე, რომ აი რა გააკეთო იმისთვის რომ იყო უკეთესად, იყო კარგად. და აი ესე იგი მენეჯმენტი ნიშნავს იმას რომ გასწავლიან როგორი ახალი თვისებები შეიძინო, რა ზედახუჭო თვალები, რას არ მიაქციო ყურადღება, რომ წარსული აღარ არსებობს, დაივიწყე. თუ ცუდია. ხო, ცუდიდანაც და კარგიდანაც მაგალი შენი გამოცდილება წამოიღე, დღეს მოიტანე რომ შენ დაგეხმაროს სამომავლოდ. თორე ხა ბავშვობასა და გვავიწყებს, ჩვენ კარგი ბავშვობა გვქონდა ყველას, ხო? ლაპარაკი მაგრამ. მაინ ნახე წეღან ბძანე რომ სამი ეტაპი არსებობს, ჭერი უნდა ქონდეს, საკვები და ჩასაცმელი, ხო რომ საბაზისო მოთხოვნილებები. ცოტა უარყოფილი, ცოტა ისეთ შემოვიტანე ხა, უბრალოდ კითხვის სახით რა. ნუ საქართველოში სამწუხაროდ და ალბათ სხვა ქვეყნებშიც ვიცით რომ ეხა ყველას ნუ იგივე სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ეხა მე პოლიტიკა თუ ყველამ კარგად იცით რომ ჩემი გადაცემა სრულიად აპოლიტიკურია. უბრალოდ სიტყვა მოიტანა და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმას რომ იყოს ისეთი ხელფასები, რომ ხელფასი იყოს ადამიანს. რაღაცნაირად ადამიანი ყოფნის ხელფასი ხო საშინელება. აი ამ დროს როგორ მოიქცეს ის ადამიანი, ვისაც დავშად შულები ყავს და არ ყოფნის ხელფასი იმისთვის, რომ სამაგეროთ სახელმწიფო თავისთვის, რა ვიცი, 16000 ლარები და ისინი გაიხადეს. ეხა მაპატიეთ, იცით რომ არასოდეს არ შევხვები ვარ ამ თემას, მაგრამ ნუ ეხლა უნდა მეთქვა. ძალიან მწუხარ, მართლა არსებობს ეგეთი რეალობა და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნახე ამაზე ასეთი პასუხია. თუ ჩვენ გავიზარდეთ იმ რეალობაში, რომ ისწავლე, იშრომე, ყველაფერი გააკეთე, სწავლის ძირი მწარი არის, კენწეროში გატკბილდება და სხვადასხვა და შენ მერე გახდები ბედნიერები წარმატებული და სახლიც გექნება და ყველაფერი გექნება, ნახე, პირიქით არის თურმე. ჯერ იპოვე შენ თავში ძალა, გამბედაობა, რომ იპოვო შენი თავი. შენ გახდე შიგნიდან, ეს არის შიგნიდან პროცესებია და არა გარედან. ეს რა ასაკში, მაიკო? იცი რა, ძალიან პატარა ასაკ, ბავშვი იბადება ბედნიერი. მერე ვახუჭებ, თორე. პატარა ასეთად იბადება, რატო ვამბობთ რომ ანგელოზები არიან? მაგიტო რომ მაგათ არიციან სხვა მდგომარეობა, იციან სიხარული და ბედნიერება. თუ ჩვენ არ გავუფუჭეთ რაღაცები, ხო? ანუ ეს ყველა ასაკში და ჯამრთელ მშობელს, ჯამრთელი შვილი ყავს, ანუ თუ ის მშობელი შეხვდება ბავშვს თვითონაც მომზადებული. არ აქვს მნიშვნელობა ის მატერიალურად რა მდგომარეობა არის. თუ სწორი პიროვნება შეხვდება პატარა ბავშვს, ისინი ერთად სწავლენ, ერთად ივლიან სწორად. და აღმოჩნდა ესეთი რამე, რომ თუ ადამიანი არის ბედნიერი, თუ ადამიანი არის მადლიერი ყველაზე მაღალი ფილოსოფიაა. მაშინ და ეს არის ენერგეტიკა, ესეც ხო ახალი მეცნიერებაა, კვანტური ფიზიკა, რომ ყველაფერი ენერგეტიკაა, ყველაფერი ფიზიკაა. ანუ ეს ადამიანი გამოსცემს ისეთ დადებით ენერგეტიკას, რომ იზიდავს. ხო, ერთნაირს იზიდავს, ხო, ფიზიკა, ყველაფერში ეს არის. ანუ ეს ადამიანი ამის შემდეგ ხდება წარმატებული ბედნიერი, დიდარიც კი. აი ისეთი საჩუქრები მოდის სამყაროდან მოულოდნელი. როდესაც ხო ასეთი ადამიანი ვერაფერს უარყოფითი ვეღარ ხო არც თავის თავს აზიანებს, არც ოჯახის წევრს, არც ბავშვს, არც არა. ხო ეს რაღაცა ბუმერანგის რასაც გაუშვებ იმას იღებ. ბედნიერებას უშვებ, ბედნიერებას სიხარულს უშვებ, სიხარულს მადლიერებას. ანუ ყველგან არის ამის მაგალითები, თუ ლიტერატურაში ვეფხისტყაოსანია, ნებისმიერი თუ ფილოსოფიაში თუ ყველგან ამის მაგალითებია, რომ იყავი პოზიტიური, იყავი დადებითი და შენ მიიღებ ყველაფერს იგივეს, დაგიბრუნდება ეს ყველაფერი. ყველაზე ხასიათს აქვს დიდი მნიშვნელობა. და ხასიათის შეცვლა შეიძლება.
კი, ეგ ვიცი, კი. ჩვევები, ეს სწორ ჩვევებს ჩამოუყალიბებ და ის ნელ-ნელა იცulis. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ იმდენი საუკუნეები ვიცხოვრეთ ნეგატივში, რომ აი ხშირად ჩემი პირადი გამოცდილებაც ეს არის, რომ აი დავინახავ ხოლმე, რომ აენთებიან და მომენტალური არაჩვეულებრივი შედეგია და ცოტა ხანი გაყვებათ კარამდე, ან 2 დღე, 3 დღე და მერე ავიწყდებათ. ანუ მუდმივი ცეცხლის შენთება ჭირდებათ. შენ ამას გრძნობ? გრძნობ და ამბობენ კიდეც. და თავად ურეკავ მერე? არ არის ხოლმე სწორი თავად არეკვა, რატო? იმიტომ რომ თვითონ უნდა კონდეს სურვილი და თვითონ უნდა აქეთკენ შემოგეხმიანოს, რომ აი რაღაცა დადებითი შედეგი მივიღე და შემდეგი ნაბიჯი რა გადავდგა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სურვილს. კი. სურვილს აქვს ენერგეტიკა. ეს არ არის მარტო რაღაცა ნება ან ზრდილობის გამოხატულება, ეს არის შინაგანი ნება, საკუთარ ნებას წერ, საკუთარ ბედს წერ. და როდესაც ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს რაღაცის, აუცილებლად იმას აკეთებს. ბავშვობის ოცნებები დიდობაში ხო გვისრულდება? ყველა ოცნება სრულდება. კი, სრულდება ნამდვილად. ამის ყველაზე საინტერესო რა მინდა ვთქვა, რომ არ მინდა ეს გამომრჩეს, რომ ამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენეტიკით გადადის ეს თვისება. შენ თუ მოახერხე, რომ შენ გახდე ბედნიერი, მაშინ შენი შვილიც ბედნიერი იქნება, შენ გადასცემ. უბედურ ოჯახში იბადებიან უბედური ბავშვები. ანუ ხო, აი ცუდი ემოციებით დატვირთული მშობლების ბავშვებს გულისხმობ, ხო? ხო, ნეგატიური ემოცია და გარემო რომელ ოჯახშიც არის, ანუ არასწორი ადამიანები სამწუხაროდ და მე უფრო სწორ სიტყვას ვარქმევ ხოლმე, რომ აი ცოდნა ვისაც აკლიათ. ყველაზე, ხო, ინფორმაცია, ხო, დღეს ინფორმაცია მართავს სამყაროს. რა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ინფორმაცია გჭირდება, რომ მიიღო და ოღონდ ეს უნდა დაითესო მერე მარცვალივით და ის აღმოცენდება და გაღვივდება. და ეს არის ინფორმაცია, რომ ბედნიერება იმართება, ეს ადვილია და თუ შეძლო იმან, ესე იგი შენ შეგიძლია. ესე იგი დაიწყოს ადამიანმა პოზიტიურად ფიქრი. და იქნება ყველაზე მარტივი ნაბიჯი ფურცელი კალმისტარი და ყოველდღე ჩამოწერო 3 დადებითი მოვლენა, თუ შინაგანი, თუ გარეგანი. აი მოვლენა როგორ, ვის რა არგო, ილიას სიტყვებით რომ თქვა. ვის რა არგო, თუნდაც, ეს ხო ისევ შენი სიამოვნება, ანუ სიკეთე ხო ესე გაიშიფრა დღეს რომ სიკეთე თავისთავად კი არ არსებობს. მე რომ სიამოვნებს, იმიტომ გიკეთებ. მე უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ხო, როდესაც ანუ სიკეთე ესე უფრო იშიფრება. ამ დროს შეიძლება დაბრკოლება იყოს შიში, ახლა ანასდად გამახსენდა ბიბლიაში 365 ჯერ წერია. ნუ გეშინია. აი ეს ფრაზა, ნუ გეშინია. აი ამ დროს შეიძლება დაბრკოლებდეს ადამიანს შიში, აი რაღაც ნაბიჯის გადადგმის, თუ ამ შემთხვევაში ნაბიჯის გადადგმაზე არ გვაქვს საუბარი. გვაქვს უბრალოდ საკუთარ შინაგანი პროცესებია. ხო, მაგრამ მაგასაც გამბედაობა ჭირდება და შიში ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შიშს აქვს უძლიერესი ენერგეტიკა და არის ერთადერთი ენერგეტიკა, რომელიც არის სიყვარულის უკანა მხარე. ერთადერთი. ესე იგი არასოდეს არაფერს არ უნდა შეგვეშინდეს. ანუ შიში უნდა ტრანსფორმირდეს სიფრთხილეში. შიში ძალიან მნიშვნელოვანი აუცილებელი თვისებაა იმისათვის, რომ შენ იყო, მაგრამ ხო, ყველაფერს აქვს ორი მხარე. არასოდეს არ უნდა შეგვეშინდეს, ახლა უცებ მე გადავედი რაზე, იცი რომ ზოგს ეშინია ნაბიჯის გადადგმის თუნდაც საყვარელი ადამიანის მიმართ. ხო, არა, რა თქმა უნდა, ეგ მიმართულება არასოდეს არაფრის პირიქით. არაფრის მომტანი არ არის. და ზოგადად ალბათ რომ იზრდება ადამიანი იმაზე უფრო იმას უფრო განიცდის, რაც რანაბიჯიც არ გადაუდგავს, ვიდრე რანაბიჯიც გადადგა. ეგეც მეცნიერული ის არის გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმრავლესი პროცენტული მაჩვენებელი ნანობს ერთადერთ სიკვდილის წინ. რომ არ გავაკეთე. რომ რატო არ გავაკეთე. ყველაფერი ჯობია, ყველანაირი მარცხი ჯობია სინანულს რომ რატო არ ვცადე. ყველა მცდელობა არის პოზიტიური. ნეგატიური გამოცდილებაც კი დაუშვათ დამარცხება ერთ-ერთი დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ ის დამარცხება მოტივაციას გაძლევს, რომ ან იქ გაუმჯობესდე, ან სხვა კარი შეაღო.
და იქ მონახო შენი გზა. ანუ რატო არ უთხარი, რატო არ მივედი, გასაგებია. მაიკო, აი დედმამიშვილობაში როგორ უნდა შეიტანო, მაგრამ ეს ახლა მიმბაძველობით უფრო ყალიბდება ბავშვი, როგორც მშობლები იქცევიან, წეღან როგორც ახსენე, ვიდრე დავუშვათ თითისქნევით და აი ან ეს ლიტერატურა წაიკითხე, ან ასე მოიქეციან ასე. აი ამას ხო არ შევეხოთ ცოტა დრო კი გრჩება, მაგრამ შენ ისე ლამაზად ახერხებ ამ ცოტა დროში. იცი, ყველაფერი იწყება საკუთარი თავით. ყველაფერი. ისევ და ისევ. გინდა შეცვალო სამყარო, შეცვალე შენ თავში. და შეიცვლება სამყარო. ხო? ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ადამიანზე ხო? აი პირადად შენ გამოცდილებაზე ხა ჩვენ კი ხშირად გქონია ისტორიებზე და ლამაზ ბიოგრაფიაზე საუბარი, მაგრამ აი უშუალოდ ამას რაც ეხება, როდიდან დაიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა და შემდგომ შენ პიროვნებაში რა შეიცვალა? თუ ჯერ შეიცვალა და მერე დაიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა? იცი რა, მე დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ადამიანი პოულობს თავის ჭეშმარიტ მიმართულებას და ჭეშმარიტ საკუთარ თავს, ამათ დაიბადა. მე დავიბადე ასეთად. და ამდენი ხანი დამჭირდა ძიება, რომ მივსულიყავი სწორ გზაზე და ამ გზაზე დამდგარიყავი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დრო დაკარგული იყო. ეს ყველა ცოდნა, ყველა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დღეს სწორ გზაზე და აი ხა რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვისაც დავუშვათ ვინც ეხლა თუნდაც სკოლას ამთავრებენ, ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში, სკოლის შემდგომი პერიოდი არ არის აუცილებელი სტუდენტობა. ეხლა მე ბევრი ვიცი, ვისაც საერთოდ არ უნდა, ჩემი მეგობრის ბავშვები ზოგიერთი ვიცი, არ უნდათ ჩაბარება და მესმის ეხლა არ უნდათ, ამ დროს ძალიან განვითარებულები არიან, ძალიან ნაკითხები არიან და ნებისმიერ თემაზე ესაუბრები, გინდა ჩვენ კლასიკოსებზე, გინდა ლიტერატურას გულისხმობ, გინდა უცხოელ კლასიკოსებზე, უბრალოდ არ უნდათ. შეიძლება ეს იმის გამოც იყოს, რომ დავუშვათ აი სიტყვაზე ალბათ აქვთ გარშემო მაგალითები, რომ ვიღაცას შეიძლება დიპლომიც ჰქონდეს ან ერთი ან მეტი და მაინც ან უკეთეს შემთხვევაში ხელფასი ჰქონდეს ისეთი, რომელიც არაფერზე არ ყოფნის, ან საერთოდ არ ჰქონდეს სამსახური. ძალიან სამწუხარო რეალობა ეგეც. მართალია, ჩვენ ბავშვებს არ აქვთ კარგი მაგალითები მშობლებისაგან. ძირითადად თავისი პროფესიებით არ მუშაობენ, ან თუ მუშაობენ ის ანაზღაურება არ აქვს. მესმის ეს ყველაფერი და სამწუხაროდ არც უნივერსიტეტების დონე არ არის ხშირ შემთხვევაში და ესეც ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ეხლა მე ვერავის ჭკუას ვერ დავარიქებ. არა, უბრალოდ შენ მაგალითი გზა გასავლელი, მაგრამ მე შემიძლია ძალიან ხმამაღლა ვთქვა, რომ იმ გამოცდილებით, რაც მე აქამდე მივიღე, მეც უნივერსიტეტი მაგ დამთავრებული და ბევრი სხვა გამოცდილება მაქვს. დღევანდელ ეხლა ვარ ბერკლის უნივერსიტეტში, ჰარვარდში 3 სერტიფიკატი მაქვს, ეხლა ბერკლის უნივერსიტეტში ვარ და შემიძლია ვურჩიო. ანუ ჰარვარდი დაამთავრე. ჰარვარდი კი, არა, მე დავბრუნდები. ეხლა ცოტა ხანი ბერკლში ვარ და მე ისევ ჰარვარდში. მე შემიძლია ძალიან თამამად უთხრა ახალგაზრდებს, რომ ნუ იფიქრებენ, მე მჯერა და ვიცი, რომ ძალიან ძლიერი თაობა მოვიდა და განათლებული, უნიჭიერესი და დღეს შეგიძლიათ ცოდნა მიიღო ყველა წყაროდან. არ არის აუცილებელი სადღაც უნივერსიტეტში იჯდე. მე დისტანციურად ვსწავლობ ახლა. მაგრამ აი ამ ორ უნივერსიტეტს მე ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევდი. ეს ზრდის მსოფლმხედველობას. მაიკო არ ჩასულა. დისტანციურად სწავლობს და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ჩვენთან დარეკეთ და მე გეტყვით მაეს ტელეფონის ნომერს და დაგაკვალიანებ. ძალიან გამეხარდება თუ ქართველები აირჩევენ ამ გზას, იმიტომ რომ არის უამრავი საშუალება, უამრავი მიმართულება ისეთი, რომელიც მათ დაინტერესებს. შეიძლება არ გაიხადონ პროფესიად, მაგრამ თუნდაც ფსიქოლოგიას, როდესაც ადამიანი ფლობს და იცის, უკვე საკუთარ თავს და საკუთარ ბედს მართავს. გეთანხმები. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ფსიქოლოგი ულამაზესი მაია ალექსიძე იყო ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა მაიკო მოსვლისთვის და მართლა ძალიან საინტერესო, საჭირო და სასარგებლო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ, რომ დღეს 8 საათზე
ლეონიდის 11 ნომერში 11A-ში იმართება პრემიერა, სადაც არაჩვეულებრივი ანსამბლი დაგხვდებათ, ესენი არიან ხელმძღვანელი გახავთ ნიკუშა შენგელაია, მონაწილეობენ ზურა ყიფშიძე, მარინა კახიანი, მუსიკალური გაფორმება გახავთ დავით ევგენიძისა და თავად მასიხილავთ თავისი ბენდის თანხლებით. ორგანიზატორი მონაწილეობენ საბალეტო დასი, ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის საბალეტო დასი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახავთ ბალეტის მოცეკვავე გვანცა ლაზარეშვილი და ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი გახლავთ საქართველოს თეატრალური საზოგადოება, კერძოდ მისი ხელმძღვანელი მხატვარი გიორგი გეგეჭკორი. ასე რომ თუ მიხვალთ აკაკი ხორავას მსახიობის სახში თქვენ არაჩვეულებრივ სპექტაკლს იხილავთ. მე ამით გემშვიდობებით დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მომავალ პარასკევამდე.